გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ შესატანი ცვლილებების პაკეტი საჯარო განხილვა დღეს გორში მოეწყო. ცვლილებების პაკეტი თვითმმართველობებში გენდერული მრჩევლის შტატების დამატებასა და გენდერული საბჭოების შექმნის საკითხებს, მათ ფუნქციებს და უფლებამოსილებებს ეხება. საბჭოს წევრები აქტიურად იქნებიან ჩართულები გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტის შექმნასა და მის მონიტორინგში, ასევე აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ხედვებს გენდერულ ჭრილში. პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. საკრებულოში იქნება გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც იქნება ძალიან მჭიდრო კავშირი პარლამენტის გენდერულ საბჭოსთან და ასევე მთლიანად მთავრობასთან. და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სერიოზული და აქტუალური საკითხი. ეს საბჭო იმუშავებს, რომ არ მოხდეს ვინმეს დისკრიმინაცია აი ამ თანასწორობის კუთხით. დღეს იმართება შეხვედრა, რომელიც ეხება საქართველოს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ ცვლილებების შეტანის პაკეტის განხილვას. ეს ცვლილებები ეხება თვითმმართველობებს, კერძოდ თვითმმართველობებში უნდა შეიქმნას საკრებულოსთან გენდერული თანასწორობის საბჭო, ხოლო მერიას გამგეობასა და საკრებულოში უნდა იყოს გენდერული მრჩევლის შტატი. განხილული იქნა ცვლილებების პაკეტი, რომელიც არის შეტანილი პარლამენტში და შეეხება საკითხი გენდერული თანასწორობის თვითმმართველობის დონეზე საბჭოს არსებობას და მრჩევლის თანამდებობის შემოღებას. ეს არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ზოგადად ამ ცვლილებების თანახმად ასევე გაიმიჯნება ერთმანეთისაგან პოლიტიკის განსაზღვრა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით, რომელიც უშუალოდ პარლამენტის პრეროგატივა იქნება, ხოლო სამოქმედო გეგმის შესრულება და შემუშავება უკვე იქნება მთავრობის პრეროგატივა.